კალორიების გაზრდა ყველა ვარიანტში მოგამატებინებს წონას, მაგრამ იმასაც აქვს მნიშვნელობა რას შეჭრა. კუნთი შედგება ცილისგან, ამიტომ თუ კუნთის მომატება გინდა და არა ცხიმის, საკმარისი ცილაც უნდა მიიღო. ანუ კალორიებთან ერთად უნდა დავითვალოთ ცილის შემადგენლობაც. იგივე აპლიკაციები, რომლებსაც ვიყენებთ კალორიების დასათვლელად, მაგალითად MyFitnessPal-ი, ასევე ითვლიან საჭმლის შემადგენლობასაც. ანუ რომ ჩაწერთ მაგალითად 100 გრამი ქათმის ფილე, იქ დაგიწერთ რამდენი კალორია, ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი შედის ამ საკვებში. კუნთის მომატებისთვის საჭირო ცილის რაოდენობა ზუსტად ჯერ არ არის დადგენილი. ეფექტური ზონაა დაახლოებით 1.6-დან 2.2 გრამამდე 1 კილოგრამ სხეულის წონაზე, მაგრამ მე ყოველი შემთხვევისთვის მაინც გირჩევთ 2.2 გრამს 1 კილოგრამ სხეულის წონაზე. ანუ თუ ხარ 60 კილო, გამრავლებ 60-ს 2.2-ზე და მიიღებ შენს დღიურ ცილის ნორმას 132-ს. რა საჭმელშია დიდი რაოდენობით ცილა? ქათმის მკერდი, ძროხის ხორცი, ხაჭო, კვერცხი, თინუსი, ორაგული, ოსპი, ლობიო.